ყურადღების ცენტრში სამტრედია ხვალ იქნება სავარაუდო დღის მეორე ნახევარში ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის ჩატარდება რომელ საათზე ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი ხელბორკილები არ დაუდიათ მართალია ნიკა მელიას თანამებრძოლებისთვის თუმცა მძიმე ბრალდება წაუყენა საგამოძიებო უწყება მათ ვინც დანაშაულში მხილებული არ არის მიუხედავად იმისა რომ ცოტნე მირცხულავა და გაბრიელ კობაიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მათ მიერ ძალადობრივ მოქმედებებს ადგილი არ ქონიათ ახლა ისინი გასაჯველი სკამზე ისხდებიან ყოველდაპირველების ინფორმაციით პროკურატურა საპატიმრო გირაოს შუამდგომლობას დააყენებს ჩვენ გავარკვიეთ ის რომ მთავარმა თავდამსხმელმა და მოძალადემ ვინც ნიკა მელიას მუშტის სახეში ჩაარტყა ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიცემული ჩვენება ბრალის წარდგენამდე შეცვალა და ახალ ჩვენებაში ის ამბობს რომ ნიკა მელიას პირადი მოტივით დაესხა თავს თუ 2 წლის წინ ამტკიცებდა რომ პოლიტიკური მოტივით გაუსწორდა ოპოზიციის ლიდერს ახალ ჩვენებაში ამბობს რომ პირადი მოტივი ჰქონდა სულხან საბა ნიკოლაიშვილს რა მოტივი ჰქონდა ნიკა მელიასთან ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია ჩვენთვის უცნობია და ამასთან ერთად გავარკვევთ ისიც რომ თავდამსხმელმა თქვა რომ მას ტკივილი არ განუცდია და აღარ აქვს პრეტენზია ცოტნე მირცხულავასა და გიზო კობაიძის მიმართ საათიჯერ არ შეუტყობინებია, თუმცა გამაფრთხილეს ჩასული ვიყავი სამშაბათს დღეს ჩაინიშნება პროცესია. პროკურატურა მე როგორც გავიგე შემოდის საპატიმრო გირაოთი, თუმცა გადაწყვეტილი არ არის და დაზუსტებით არაფერი არ ვიცი. ნუ მოლოდინით ჩვეულებრივი მაქვს, რა მოლოდინით შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ მართლმსაჯულებასთან მიმართებით. ხო სამართლიზიებაში დაკარგულები ვართ, სამართალს ვერ პოულობ, სუბიექტურ გადაწყვეტილებებზეა ყველაფერი დამოკიდებული. თავარი ამბავი რაც არის, რომ არ უნდა გავჩერდეთ ჩვენ ამ ამბავში და ამ ამბის შეგუებაში არ უნდა გადავიდეთ, თორე იქიდან ვეღარ გამოვალთ, სადაც შესულა სხვა რეჟიმები, ხო? კი 162-ს პრიმა წამიყენეს, რაც ნიშნავს, რომ მე ჩემივე საარჩევნო კამპანიას რაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, ხელს უშლიდი. 2 წელი ამ ამბიდან გასული და ორი დამამძიმებელი გარემოება იყო სულხან საბა ნიკოლაიშვილის მიმართ. ერთი იყო საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და მეორე თავდასხმა. 2 წლის განმავლობაში არც ერთი არ გამოუძიებიათ და 2 წლის შემდეგ ეს მუხლი ჩვენ ხვიძრეს საკით. შერჩევითი სამართალია ამ ქვეყანაში და ამბობდა რომ ტკივილი განიცადა და პოლიტიკური ნიშნით დაესხა ნიკა მელიას თავს. თუმცა ბოლო ჩვენებაში როგორც ვიცი შეცვლილი აქვს და ამბობს რომ არც პრეტენზია არ აქვს და ნიკა მელიაზე პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა თავდასხმა პირადი მოტივით დავესხი თავსა. ჩვენი გადაწყვეტილება მთლიანად ჯგუფურ ამბავზე გაიყვანეს და საერთოდ მოკლეს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და ალბათ ჩვენ მეგობრები ის ხალხი ვინც ამ ამბავში ვართ მივიღებთ პრაგმატულ და გონივრულ გადაწყვეტილებას. ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმის თაროდან ჩამოღებას პოლიტიკური ნიშნით აფასებენ სწორედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტია ახალში ამბობენ რომ ცოტა მირცხულავა მათი პარტიის წევრი არის და ეხლა ცდილობს ქართული ოცნება რომ შეაშინოს ყველა ახალგაზრდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ ნიკა მელიაზე საუბრობენ ასევე შერჩევით ბალანსთან დაკავშირებითაც რომ თითქოს ნიკა მელიას წინააღმდეგ კი არ იწყებენ მხოლოდ გამოძიებას ახლა ამის მტკიცებას ცდილობს ქართული ოცნება იწყებენ მასზე თავდამსხმელის წინააღმდეგაც გამოძიებას 2 წლის დაგვიანებით გადაწყვიტა პროკურატურა ეს საქმე თაროდან ჩამოეყოთ. ცოტნე მირცხულავას ჩვენი პარტიის წევრის მიმართ ბრალის წარდგენა კომიკურთან ერთად სრულიად გამოსცლილი აქვს სამართლებრივი შინაარსი. ჩვენ ხსნიდით პარტიულ ოფისს სამტრედიაში, სადაც თავდასხმა მოხდა ნიკა მელიაზე. ეს ნაძირალა იყო მოგზავნილი ქართული ოცნების მიმართ და თითქოს ცოტნე მირცხულავა უშლიდა ხელს საარჩევნო კამპანიას. იმ საარჩევნო პროცესს, რომელიც ოფიციალურად იმ პერიოდში გამოცხადებულიც არ იყო. აქედან გამომდინარე ეს არის რეპრესიების კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მეთოდი და მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში ვერც ცოტნეს, ვერც სხვა ჩვენი პარტიის წევრების მიმართ ვერანაირ ასე ვთქვათ საფუძველს ვერ შექმნის რომ ჩვენ გავჩერდეთ. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე. მე ვარ დარწმუნებული რომ ამ საქმის აღძვრა უკავშირდება თავიდან ბოლომდე ცოტნეს, იმიტომ რომ ხელისუფლებას უნდა აქტიური პროცესში მყოფი ახალგაზრდების რაღაცა დათრგუნვა შეშინება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამდენი რამეს გაუძლო არ დაიღალო, ნიჰილიზმში არ ჩავარდა, მაინც იბრძოლო, ასეთი ცოტაა დღეს შემორჩენილი და აი ეს ცოტაც აღიზიანებს, იმიტომ რომ რაში უნდა
აწყობდეს ხელისუფლებას 2 წლის მერე ამბის გახსენება, ნიკამელია ისედაც ციხეშია, ნიკამელიას დაცვა რაში აინტერესებთ. ერთადერთი ვინ არის ნათელი ახალგაზრდა სტუდენტი ცოტნე, რომელიც არის პროცესში დარჩენილი, რაღაცნაირი შეუპოვარი, მებრძოლი და მე ეს არის მიზანი, რომ გააგზავნოს მესიჯი ყველა სხვა დანარჩენთან, რომ იცოდეთ, ყველას კართან მოვალთ, მაგრამ მე დღეს ცოტნე შეშინებულის ვერაფერი შევატყვე. წყულავას ნაირ ქართველებს ქართული ოცნება გაფაციცებით ებრძვის და ეძებს. ცოტნე მიცულავა არაერთხელ გაეჭხირა თვალში ბიზნეიონიშვილს ქართულ ოცნებას და მის მესვეურებს, იმიტომ რომ ის რეალურად ის ჩემი მეგობარი და ჩემი ძმაკაცია და შეიძლება ისე აღტაცებით რომ საუბრობ სუბიექტურიც ვიყო, თუმცა ეს ობიექტური გარემოებებია. ის რეალურად არის იმ მებრძოლი მენტალიტეტის და სულის მატარებელი ადამიანი, რომელიც უნდა რომ ქართულ ოცნებას იყოს საკუთარი ამომრჩევლის თვალში. ასე რომ მისთვის ქართული ოცნებისთვის მგონია, კი არა დარწმუნებული ვარ, რომ პრიორიტეტია მსგავსი მებრძოლი ადამიანების განეიტრალება ნებისმიერი გზით. ნიკამელიაზე თავდამსხმელ სულხან საბა-ნიკოლეიშვილს პირველების ინფორმაციის სურს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა ისე ვერ გაუფორმებენ შესაპროცესო შეთანხმებას, თუ დაზარალებული თანხმობა არ იქნება. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ნიკამელიასთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევლენ გამომძიებლები, მათ მოუწევთ, რომელია ოფიციალურად დაზარალებულად ცნონ ამ სისხლის სამართლის საქმეზე. პროცესი ნიკამელიას საქმეზე ბრალდებულების ხვალ ჩატარდეს სამტრედიაში, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია, რომელ საათზე გაიმართება სასამართლოს ხტობა.